პირდაპირ ეთერში ვართ. გამარჯობა ყველას. მადლობთ რომ შემოგვიერთდით დღეს. ბედნიერ ორშაბათს გისურვებთ. გვაყრდით წინა კვირას. მაგრამ დაბრუნებულები ვართ. კი, დაბრუნდით და დღეს ჩვენი ახალი პროდუქტის შესახებ ვისაუბრებთ. მართალია, ხომ ესეა? რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ტალოს ბალზამია. ვიმედოვნებთ რომ ბევრ თქვენგანს უკვე ჰქონდა შანსი გამოსცადოს იგი. თუ ჯერ კიდევ არ შემოსულხართ ჩვენთან სოციალურ ქსელებში, გთხოვთ შემოგბრძანდით, გვეწვიეთ YouTube-ზე, დაგვიწერეთ კომენტარები, მოიწონეთ და გააზიარეთ. ეს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ რა თქმა უნდა თქვენს დაგეხმარებათ. ჩვენ ყოველთვის ზად ვართ გავაზიაროთ ცოდნა და გამოცდილება. ასე რომ, არ დაგავიწყდეთ კითხვების დასმა. თუ დღეს ტალოს ბალზამზე გაქვთ შეკითხვები, დაწერეთ და ბოლოს აუცილებლად გავიხილავთ. ჩვენი კანი ეს ჩვენი ყველაზე დიდი ორგანოა და რატომღაც განსაკუთრებით მამაკაცებში ხშირად უყურადღებოდ რჩება. მანამ სანამ სერიოზული ცვლილებები არ დაიწყება. ქალები მეტ ყურადღებას აქცევენ კანის მოვლას, თუმცა ისინი ხშირად იყენებენ კოსმეტიკას, რომელიც სავსეა ტოქსინებით. ტალოს ბალზამი ამ მხრივ იდეალურია. ეს არის მდიდარი და უნივერსალური პროდუქტი. ის არა მხოლოდ კანისთვის, არამედ სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოიყენება. საინტერესოა, რომ ტალო ახლა ტენდენციურად არა მარტო კოსმეტიკაში, არამედ კვებაშიც აქტიურად გამოიყენება. ხალხი ცდილობს თავი დააღწიოს მავნე მცენარეულ ზეთებს, რომლებიც ხშირად საჭმელში გამოიყენება. ტალო ამ მხრივ შესანიშნავი ალტერნატივაა, მაგრამ დღეს მაინც კანის მოვლაზე ვსაუბრობთ. დიახ, თეორიულად შეიძლება მისი მიღებაც, მაგრამ ეს კონკრეტული ბალზამი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მართალია, თუმცა ნამდვილად გირჩევთ, რომ ნატურალური ტალო გამოიწეროთ ადგილობრივი ფერმერისაგან და საჭმელად გამოიყენოთ. მეც ყოველთვის დიდი ქილა მაქვს მაცივარში. ტალოსაც და ქოქოსის ზეთსაც აქვს საინტერესო თვისება. სიცხეში თხელდება, ხოლო სიცივეში მყარდება. ამიტომაც შენახვა მაცივარში რეკომენდირებულია, განსაკუთრებით თბილ კლიმატში. ფლორიდაში ვცხოვრობ და აქ სახლში ხშირად ცხელა, ასე რომ მაცივარი იდეალურია. ტემპერატურა 85-დან 95 გრადუსამდე, ფარენჰეიტის ფარგლებში უკვე ხდის მას თხევაც. ჩვენს ვებგვერდზე პროფესიული რჩევების სექციაში ამაზე დაწვრილებით ინფორმაციასაც ნახავთ. მოდი ახლა პირდაპირ ბალზამზე ვისაუბროთ. ეს ქილა მაცივარში რაღაც 30 წუთით იყო. მას როგორი ტექსტურა აქვს, იცით, სველს წააგავს. მაგრამ თუ ოთახის ტემპერატურაზე დავტოვებთ, ის გადნება და თხევადი გახდება. დიახ, ნამდვილად გადნება. აი რატომ არის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ის, რომ ძალიან მცირე რაოდენობაც კი საკმარისია, იმდენად მდიდარი და ზეთოვანი სტრუქტურა აქვს. მეც ძალიან მომწონს. ახლა ახალ კანის მოვლის რუტინას ვიწყებ და ამ ბალზამს სახეზეც ვისვამ და თმაზეც ვისვამ. აუცილებლად სწორად გამოყენების შემთხვევაში ნამდვილად შესანიშნავ შედეგებს იძლევა. მართლაც სულ მცირე ოდენობა საკმარისია, არ არის საჭირო დიდი რაოდენობით წასმა. იგი დიდხანს გეყოფათ. თითზე აიღებთ, დაიზელთ ხელებზე, კლავებზე, ფეხებზე და თმაში შეიზელთ. ტალო ღრმად დამატენიანებელია. ის მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც ადამიანის კანის სტრუქტურას ძალიან ჰგავს. ასევე სავსეა საკვები ნივთიერებებით, ფიტონუტრიენტებითა და ცხიმში ხსნადი ვიტამინებით A, D, E და K. მისი ერთი უპირატესობაა ისიც, რომ დაბალია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობით. ეს არის ძირითადი განსხვავება ტალოსა და მაგალითად მზესუმზირას ან ზაფრანის ზეთს შორის. დაბალი პუფა პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობა ამცირებს ოქსიდაციას და რღვევას. პუფას მაღალი შემცველობის მქონე ზეთები ადვილად იჟანგება და ეს არის მთავარი პრობლემა თესლის ზეთებში. მაპატიეთ. ახლა ხვდები, რომ ხოხობას ზეთზე ვლაპარაკობდი და არა ტალოზე. არა უშავს, მალე იმაზეც ვისაუბრებთ, ხოხობაც ერთ-ერთი ინგრედიენტად გამოიყენება. მოკლედ, ტალო მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით და ცხიმში ხსნადი ვიტამინებით, როგორც უკვე ვთქვით, A, D, E და K.
შესანიშნავი დამატენიანებელია განსაკუთრებით მაშინ, როცა კანი ძლიერ გამომშრალია. იდეალურია გაბზარული, გაღიზიანებული კანისთვის, მაგალითად, როცა ხელებზე ბზარები ჩნდება. მეც ხშირად ვიყენებ ფრჩხილის კატიკულებზე, მაგრამ რაც ყველაზე გასაოცარია, ამ ბალზამს ყველგან და ყველაფერზე გამოიყენებ. ეს არის ძლიერი დამცავი ბარიერი კანისთვის. შეიცავს აუცილებელ ლიპიდებს, რომლებიც აძლიერებს კანის ბარიერს და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. კანის თლიანობა ეს ყველაფერი კი არ არის, არამედ საკუთარი იმუნური სისტემაცაა. კანი ფიზიკური ბარიერია ყველა იმ ზემოქმედებისგან, რასაც ყოველდღიურად ვეჯახებით. ამიტომაც მისი შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ვსაუბრობთ ნაწლავური ბარიერის სისუსტეზე, ეგრეთ წოდებულ ლეიქიგუდზე. მთავარია გვახსოვდეს, რომ კანის ბარიერიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ასეა. კანი ხომ ყველაზე დიდი ორგანოა და მასზე უნდა ვზრუნავდეთ. ხშირად ვუგულებელ ყოფთ და ვაზიანებთ კიდეც მას. მნიშვნელოვანი ფაქტორი ისიცაა, რომ ტალო არ ახშობს ფორებს. მიუხედავად იმისა, რომ ცხიმოვანი სტრუქტურა აქვს, იგი ადამიანის ბუნებრივ ცხიმს სებუმს ძალიან ჰგავს. ამიტომ ადვილად შეიწოვება და არ აჩენს მუწუკებს. უმრავლესობისთვის კარგად არის მისაღები. განსაკუთრებით ეფექტურია მგრძნობიარე კანის შემთხვევაში. ჩვენ სულ ახლახან ვსაუბრობდით იმაზეც, რომ შესანიშნავია ბავშვებისთვისაც. ნეტავ მაშინ ქონოდა ტალო, როცა ჩემები პატარები იყვნენ. მაშინ ქოქოსის ზეთს ვიყენებდით, მაგრამ ქოქოსის ზეთი ძალიან ცხიმიანი და ცოტა არ იყოს არაკომფორტულია. მახსოვს ვუსვამდი ჩემს გოგონებს და ყველაფერი, რასაც ისინი ეხებოდნენ, ცხიმიანი ხდებოდა. მოკლედ, ყველაფერი კარგი, მაგრამ ცოტა უწესრიგობა მოჰქონდა. მართალია, ნეტა ტალაბონი ყოფილიყო მაშინ, როდესაც შვილები პატარები ყავდა. ის ასევე შესანიშნავია ეგზემის, ფსორიაზის და მგრძნობიარე კანისთვის. რა თქმა უნდა, მას აქვს ანტი-ეიჯინგ ეფექტიც. ყველას გვიყვარს ეს. ამცირებს წვრილ ნაოჭებს, ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას, კანს ანიჭებს სიხალისეს და სიღრმისეულ კვებას. ძალიან ნოყიერია, ნამდვილად. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, თავიდანვე ვთქვით, სრულიად ბუნებრივი და ქიმიკატებისგან თავისუფალია და ეს დიდი საქმეა. დღესდღეობით კოსმეტიკაში ნატურალურ ინგრედიენტებს ენდობოდე თითქმის შეუძლებელია. მართალია, არ შეგიძლია ყველაფერს ენდო. არ ვიცი, თქვენ თუ ყავთ მოზარდი გოგონები შუა სკოლის ასაკში ან უფროსი, რა ხდება კანის მოვლის სამყაროში. TikTok-მა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ბავშვები ძალიან ადრე იწყებენ კანის რუტინებს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უფროსებმა ავუხსნათ ბავშვებს. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ქიმიკატების გარეშეა, ეფექტურიცაა და უსაფრთხოც. სრულიად მართალია. მოდით ახლა გამოვავლინოთ, რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ტალაბონი. მანამდე ზოგადი სარგებელი ახსენით, მაგრამ ახლა კონკრეტულად მიმოვიხილოთ გამოყენების გზები. რა თქმა უნდა, ყოველდღიური დამატენიანებელი შეიძლება გამოიყენო მთელ სხეულზე. შეგახსენებთ, მცირედ საკმარისია. ის ოდნავაც რომ წაისვა სახეზე, თმაზე, მკლავებზე, ხელებზე საკმარისია. არ გინდა ბევრი, არც არის საჭირო. განსაკუთრებით, როცა არ გინდა ზედმეტ ცხიმიანობას გრძნობდე. ის შეიძლება გამოყენებული იქნას მასაჟისთვის, მასაჟის თერაპიაში. ბევრ სპეციალისტს უყვარს ქოქოსის ზეთი. ჩვენი მასაჟისტიც სწორედ მას იყენებს და სასაცილოა, ჩვენს ძაღლებსაც კი უყვართ ეს ზეთები. მაგრამ ტალაბონი არანაკლებ კარგია, საკმაოდ ცოტა და სახის კრემადაც გამოდგება. პირადად მე უპირატესობას ვაძლევ ღამის გამოყენებას. დავდებ სხვა საშუალებების თავზე, როგორც მყებავი ფენა. ჩვენს კანის მოვლის ხაზში ეს მეხუთე პროდუქტია და ღამით როგორც მდიდარ დამატენიანებელს ვიყენებ, სისქით და სიღრმით გამოირჩევა. შესანიშნავია ტუჩებისთვისაც, როგორც ბალზამი. ვგიჟდები იმაზე, რომ ამ პატარა ქილაში არის ამდენი გამოყენების ვარიანტი და არ გჭირდება ღელვა ინგრედიენტებზე. გავახსენოთ კანის პრობლემების კურნალობა, განსაკუთრებით ხელები და ფეხები. ფეხები ხშირად გვიშრება.
მაგრამ ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ, როცა სხეულს ვიუაზებთ. ღამით განსაკუთრებით მომწონს ტალაბონის ფეხებზე წასმა. ტექსტურა მდიდარია, ღრმად ატენიანებს და არ რჩება ისეთი შეგრძნება, თითქოს დაგიცურდა ფეხიო. შეიძლება გამოვიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებლადაც, ისე როგორც ქოქოსის ზეთი. უბრალოდ მცირე რაოდენობა დაიდეთ, შეიზირეთ და შემდეგ ნაზი ქსოვილით მოიშორეთ. კანისთვის, ბავშვის მოვლისთვის უკვე ვახსენეთ თუ რამხელა შედეგს დებს. ასევე მზის შემდეგ საოცარია. აი ეს თემაა, რაც მე ახლა მაწუხებს. ცხვირის ხიდზე, ტუჩებზე, გაზაფხულის არდადეგები მოდის, რა ვქნათ, მოკლედ მზის შემდეგ მოვლისთვის იდეალურია და თმისთვისაც, რა თქმა უნდა. ტალაბონს ასევე ვიყენებ ღამით, განსაკუთრებით თმისთვის. თუ თმა სქელია ან ხშირი, მცირე რაოდენობით შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც თმის კრემი. ძალიან ღრმად ატენიანებს და ამავდროულად არბილებს. მოდით გადავიდეთ იმაზე, თუ რა შეიცავს ჩვენი ტალაბონი. როგორ მზადდება, საიდან მოდის მისი ძირითადი კომპონენტი. ტალო, ანუ კატის ქონი, ძალიან მნიშვნელოვანია, საიდან არის მოპოვებული. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ბალახით ნასაზრდოები და საძოვარზე გაზრდილი ცხოველის ცხიმს. უფრო ზუსტად ქონის ტიპს, სუეთი ეწოდება. ეს არის ჰეალთიის ცხიმი, რომელიც თირკმელების ირგვლივ ბუნებრივად გროვდება. იგი არ არის ნარჩენები ან ნაკლებად ხარისხიანი ცხიმის ნაზავი, არამედ ძალიან სუფთა მკვებავი ბაზაა. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ინგრედიენტების ხარისხს და sourcing-ს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტალოს გარდა ვიყენებთ ორ დამატებით ნატურალურ ზეთს. ორივე USDA სერტიფიცირებული ორგანულია. ერთი მათგანია ხოხობას ზეთი, მართალია ზოგი ამბობს ხოხობა, ზოგი ჯოჯობა, მაგრამ თავარი ის არის, რომ იგი საოცარი საშუალებაა კანისთვის. ხოხობა კი თესლის ზეთია, მაგრამ იმ სხვებისგან განსხვავდება, რომლებიც დამუშავების დროს იჟანგება. ხოხობა ზეთი ცივი დაწურვით მიიღება, ანუ არ არის რაფინირებული, გაწმენდილი და სუნამო დამატებული. არ არის RBD ტიპის, როგორც მზესუმზირას ან ზაფრანის ზეთი. იგი ინარჩუნებს თავის სტრუქტურას და არ იჟანგება მაღალი ტემპერატურისას, რაც ნიშნავს, რომ არ წარმოქმნის ანთებით ნაერთებს. მისი პუფა პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობა დაახლოებით 3%-ია, რაც ძალიან დაბალია და იდეალურია კანისთვის. ხოხობას ზეთი ხშირად გამოიყენება ეთერზეთებისთვის, როგორც კარე გადამტანი ზეთი. ანუ იმისთვის, რომ ეთერზეთი განზავდეს და კანზე უსაფრთხოდ იქნეს გამოყენებული. ასევე შეგიძლიათ ჩვენი ტალაბონი გამოიყენოთ ეთერზეთებთან ერთად. ის არ შეიცავს არანაირ სუნამოებს, არანებს ან პტალატებს. ეს სრულიად სუფთა პროდუქტია 3 ინგრედიენტით: ტალო, ხოხობა და კაკაოს თესლის კარაქი. თუ მაინც გინდათ სუბუქი სურნელი, შეგიძლიათ თავად დაუმატოთ რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთებიდან. პირადად მე ეს ჯერ არ გამომიცდია, მაგრამ ძალიან მარტივია ამის გაკეთება. ერთი რჩევა, რადგან პროდუქტი მყარ მდგომარეობაშია, გახსოვდეთ, რომ გამოყენებამდე ხელით უნდა გაათბოთ. ან თითებზე შეიზილოთ, რათა დარბილდეს. თუ ოთახის ტემპერატურა 85 ფარენჰეიტს ქვემოთ არის, ტალაბონი მყარ მდგომარეობაში რჩება. გამოყენების წინ თითებზე ოდნავ შეათბობ, გაადნობ და ყისიერად გადაიქცევა მსუბუქ ზეთად. ამის შემდეგ შეგიძლია მასში ერთი წვეთი ეთერზეთი შეურიო და ყველაფერი ძალიან მარტივად კეთდება. პირადად მე მიყვარს ფრანკიზეცის ეთერზეთის გამოყენება, საოცრად მოქმედებს კანზე. თუ არ ხარ დარწმუნებული, ლავანდა ყოველთვის კარგი არჩევანია, განსაკუთრებით ღამით. დაწოლის წინ ცოტას ტალაბონიდან იღებ, უმატებ რამდენიმე წვეთს ლავანდის ან ფრანკიზეცის ზეთს. იზილავ ხელის გულებზე და სასიამოვნოდ ისვამ სახეზე. ახლა უკვე ვიცით, რომ ხოხობას ზეთი სრულიად უსაფრთხოა და არ შედის იმ უარყოფით სიაში, რაც ხშირად მოიხსენიება თესლის ზეთებთან დაკავშირებით. მარტივად რომ ვთქვათ, თვითონ ხოხობას კი შესანიშნავია კანისთვის. გარდა ამისა, პროდუქტში გამოიყენება ორგანული კაკაოს თესლის კარაქიც. თქვენ ალბათ უკვე იცნობთ მასაც. ყველა ინგრედიენტი დაბალი დნობის წერტილით გამოირჩევა.
რაც ტექსტურას ანიჭებს სირბილეს. სურვილისამებრ შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში თუ გსურთ უფრო მყარი ტექსტურა. ეს სამივე, ტალო, ხოხობა და კაკაოს კარაქი ერთად ქმნიან სრულიად ბუნებრივ და უსაფრთხო პროდუქტს. დამერწმუნეთ, ეს არ არის მარტივი საქმე, რადგან ბევრი სხვა ბრენდი დამატებით ინგრედიენტებს იყენებს. ხშირად სრულიად უსაფუძვლოდ. ჩვენ კი ვცდილობთ ყველაფერი იყოს სუფთა, მარტივი და მაღალი ხარისხის, ისე რომ თქვენს კანს მოერგოს და არ გამოიწვიოს გაღიზიანება. ტალოს გამოყენებას საუკუნეების ისტორია აქვს. ეს ჩვენი წინაპრების პრაქტიკაა, რომელსაც ახლა ხელახლა ვუბრუნდებით. საინტერესოა, რომ ერთმა მომხმარებელმა მკითხა, შეიძლება თუ არა ცხენების ჩლიქებზე გამოყენებაო. ჩემთვის პასუხი ცალსახად დადებითია. ნამდვილად შვენიერი იქნება, როდესაც ჩვენს ძაღლებს სჭირდებათ მოვლა, მაგალითად ყურის გაღიზიანების დროს, ქოქოსის ზეთს ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ მათ ძალიან უყვართ მისი გემო და ყველაფერს ლოკავენ. ტალაბონი ამ მხრივ უფრო ეფექტურია, რადგან ნაკლებად გემრიელია. ქილა 2 უნციად დაახლოებით 60 მგ-ად იყიდება, მაგრამ რადგან მას ავარცხნით ვამზადებთ, წმინდა წონა დაახლოებით 1,5 ან 1,6 უნციაა. როდესაც პროდუქტი ავარცხნილია, ის უფრო მსუბუქი ხდება და ამიტომ წონაში ნაკლები ჩანს, თუმცა მოცულობა იგივე რჩება. სინამდვილეში ძალიან დიდხანს ყოფნით. მე პირველად როცა გამოვიყენე, თითზე ოდნავი რაოდენობით ვფარავდი მთელ სახეს, ხელებს, თმასა და მკლავებს. ის მართლაც ეკონომიური და ეფექტური პროდუქტია. ნამდვილად გირჩევთ ყოველდღიურ რუტინაში ჩართოთ. თუ ჯერ არ გიცდიათ, აუცილებლად სცადეთ. წევრებისთვის ფასი მხოლოდ $12.95. გიჟური ფასი ამ ხარისხისთვის. ჩვენი კლუბის წევრობა თვეში $9.95 ღირს და გაძლევთ წვდომას ყველა ამ ფასდაკლებაზე. თუ თვეში ერთზე მეტ პროდუქტს ყიდულობთ, რაც თითქმის ყველა მომხმარებელს ემართება, რადგან ბევრი შესანიშნავი პროდუქტი გვაქვს. წევრობა ნამდვილად ღირებული და მომგებიანია. ასე რომ, როცა ყოველდღიურ მოვლაზე ვსაუბრობთ, ეს პატარა ქილა ნამდვილად დიდი დახმარებაა. თანაც ზოგავთ თანხასაც, ასე რომ ორმაგად მოგებულები ხართ. აი ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჯენიმაც დაწერა, რომ ტალაბოში ფრანკინცეზსა და ლავანდას უმატებს იდეალური კომბინაცია გამოდის. თუ არ ხართ წევრი, არ ინერვიულოთ. წევრობა არ არის სავალდებულო, მაგრამ ცხადია, წევრის ფასი $12.95-ია, ბევრად უფრო მომგებიანი. არაწევრებისთვისაც ფასი სულ რაღაც $16.95-ია, რაც დღევანდელ რეალობაში საკმაოდ ხელმისაწვდომია და შედარებაც არ შეიძლება სხვა კომპანიებთან, რომლებიც ძალიან დიდ თანხას ადებენ ასეთ მიმართულებებს. ეს ნამდვილად ერთ-ერთი ისეთი საშუალებაა, რომელიც ნებისმიერი კანის მოვლის გარნიტურაში უნდა იყოს, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. მარტივია, ბუნებრივია, ყოველდღიური გამოყენებისთვის იდეალური. მეც ვისარგებლე ამ პრინციპით. ტონერი, შრატი, ტალაბონი, დილით და საღამოს სულ რამდენიმე წუთი მჭირდება და პროცესი მართლაც მსიამოვნებს. არ არის საჭირო ზედმეტად ძვირადღირებული კოსმეტიკა. როცა ზოგიერთი კრემი $40-საც კი აღემატება, ტალაბონის გამოყენება ჭკვიანური, ეფექტური და ეკონომიური არჩევანია. კომენტარებით სავსეა, დადებითი შეფასებით. ბევრი ამბობს, რომ პირველად სცადეს და მოხიბლულნი არიან. ეს ნამდვილად ამართლებს იმ იმედს, რასაც ამ პროდუქტზე ვამყარებდით. თუ დაგაინტერესათ დნობადობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს Learn.org. განყოფილებაში ნახავთ პროტიპს, სპეციალური გრაფიკით, რომელიც განმარტავს, რა ტემპერატურაზე დნება ბალზამი. პირადად მე მაცივარში შენახვას ვამჯობინებ. სხვათა შორის, ახლა ბავშვებს ხშირად აქვთ საკუთარი პატარა მაცივრები აბაზანაში, სადაც თავის კანის მოვლის საშუალებებს ინახავენ და ეს ნამდვილად სასარგებლო ჩვევაა. თუნდაც პროდუქტის მიღებამდე მხოლოდ 5-10 წუთით შეინახოთ მაცივარში და ეხმარება ტექსტურის გამყარებაში. სითბო მატულობს და პროდუქტი შეიძლება ადვილად გადნეს. არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი. მოიწონეთ, დაწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. ჩვენ ყოველ ორშაბათს შუადღით ბრუნდებით ახალი პროდუქტით ან ჯანსაღი ცხოვრების რჩევებით. დღევანდელი ლაივი მოკლე და თბილი გამოვიდა. კითხვების თითქმის არ დაგროვდა, რადგან ყველაფერი მართლაც მარტივად გასაგებია.
გირჩევთ დავუმატოთ ეს საშუალება თქვენს ყოველდღიურ რუტინას და ასევე თქვენი ოჯახის წევრების ზრუნვის არხს. გმადლობთ, რომ შემოგვიერთით. შევხვდებით შემდეგ ორშაბათს. ნახვამდის, მეგობრებო, საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით.